მეორე შანსი შუა დერეფნისთვის რა არის საჭირო, რომ შუა დერეფანი გლობალური სავაჭრო გზების ერთ-ერთი ძირითადი არტერია გახდეს. გიყვებით რამდენიმე წუთში. ირაკლი კობახიძის განმარტებით დასაქმება შემცირდა, რადგანაც სოცდაუცველთა დასაქმების უსარგებლო პროგრამა დასრულდა. საქსტატის მონაცემებით 2025 წელს საქართველოში ოჯახის საშუალო ყოველთვიური ხარჯი 1936 ლარი იყო. ამ თანხიდან 39% სურსათის შესაძენად იხარჯება. კომპანია ტეზერი ქართული ლარის ციფრული ანალოგის GLT-ს გამოშვებას გეგმავს. საუბარია სტებლკოინზე, რომელიც საწყის ეტაპზე ქვეყნებს შორის გადარიცხვებისთვის გამოიყენება. სამთვიანი ბლოკადის შემდეგ ჰორმუზის სრუტეს პირველი ტანკერები ტოვებენ. მედიის ინფორმაციით დღეს ჰორმუზის სრუტიდან LNG საწვავის ტანკერები პაკისტანისა და ჩინეთის მიმართულებით გავიდა. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. ამ კვირაში 2 წელი ხდება მას შემდეგ, რაც ჩინურ-სინგაპურული კორპორაცია CCCC მთავრობამ ანაკლიის პორტის პოტენციურ მეტწილად დაასახელა, თუმცა ამ დრომდე კომპანიასთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. დღეს ჩვენ პრემიერ კობახიძეს ვკითხეთ, როდემდე აპირებს მოლაპარაკებების რეჟიმში დარჩენას სახელმწიფო და ხომ არ განიხილავს ინტერესთა გამოხატვის თავიდან გამოცხადებას. ირაკლი კობახიძემ დღეს პირველად თქვა, რომ მთავრობამ უახლოეს თვეებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგანაც წლის ბოლომდეა ის მაქსიმალური დროის ზღვარი, რა დროსაც ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები უნდა დაასრულოს. ირაკლი კობახიძე ასევე ირწმუნება, რომ სამუშაოების არსებული ტემპის გათვალისწინებით 2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება აბსოლუტურად რეალურია და გზისა და რკინიგზის მშენებლობის კუთხითაც ყველაფერი ვადებში დასრულდება. ეს მოლაპარაკებები გრძელდება, ამ ეტაპზე არ გიგნება, რაიმე ახალი პროცესის დაწყება ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება და ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა რაღაც ეტაპზე ბუნებრივია შესანიშნავი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ნახოთ, მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს არ უნდა გადასცეს ეს ყველაფერი, ძალიან მალევე უახლოეს თვეებში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ მეთოდებასთან დაკავშირებით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. სამთვიანი ბლოკადის შემდეგ ჰორმუზის სრუტის პირველი ტანკერები ტოვებენ. დღეს ჰორმუზის სრუტიდან თხევადი ბუნებრივი აირის 2 ტანკერი პაკისტანისა და ჩინეთის მიმართულებით გავიდა, ხოლო ჩინეთისათვის განკუთვნილმა ერაყული ნავთობი დატვირთულმა სუპერტანკერმა ყურე 23 მაისს დატოვა. ინფორმაციას როიტერი გემების მოძრაობის საზედამხედველო კომპანიებზე მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით ეს გემები იმ მცირერიცხოვან სუპერტანკერებს შორის არიან, რომლებმაც მიმდინარე თვეს ყურიდან ირანის მიერ ნებადართული სატრანზიტო მარშრუტით გავიდნენ. კერძოდ გასულ კვირას ნედლი ნავთობის გადამზიდი 3 უდიდესი, ანუ VLCC ტანკერი ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში 6 მილიონი ბარელი ტვირთით გაიმგზავრა. თუმცა ამ მცირე პოზიტივის მიუხედავად როიტერსის მონაცემებით ამჟამად სპარსეთის ყურეში კვლავ ასობით გემი და დაახლოებით 20,000 მეზღვაურია ჩარჩენილი. New York Times-მა კი დაწერა, რომ ვაშინგტონმა და თეირანმა მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ის ჯერ არ გაფორმებულა. დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების უმსხვილესი არტერიები ისევ პარალიზებულია, წითელი ზღვა და სუეცის არხი გემებისთვის უსაფრთხო ისევ არ არის, ხოლო ჰორმუზის სრუტის ორმაგი ბლოკადა გლობალურ ეკონომიკასა და ენერგეტიკას უმძიმესი კრიზისით ემუქრება. ეს არის ის ფონი, როდესაც ტვირთმფლობელები და გადამზიდები უსაფრთხო ალტერნატივების ძიებაში არიან. ამ ძიების პროცესში კი ტვირთის ნაწილი საქართველოს დერეფანში გადმომისამართდა და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 5.959.000 ტონა შეადგინა, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელი, 8%-ით გაიზარდა და 258,000 ერთეულს გადააჭარბა კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელმაც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ აპრილში ნავსადგურებმა 1,6 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გაატარეს. ამ გლობალური შოკის ფონზე გამოჩნდა, რომ შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ თეორიული პროექტი, ის მსოფლიოსთვის კრიტიკულ საჭიროებად იქცა, თუმცა მთავარი კითხვა
ისევ აქტუალურია. რა ვისწავლეთ წარსულის გაკვეთილებიდან. ვართ კი მეტად მომზადებულები 2022 წელთან შედარებით, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის და რუსეთის სანქციების შემდეგ ამ დერეფანში გადმომისამართებულმა ტვირთმა სატრანსპორტო სისტემები გაჭირდა. გვაქვს თუ არა დღეს რეალური შესაძლებლობა და რა არის ის კრიტიკული აუცილებლობა, რითაც შუა დერეფანი გლობალური სავაჭრო გზების ერთ-ერთი ძირითადი არტერია გახდება. ჯობათ ჰარიმანიშვილი სატრანსპორტო კომპანია ტრანსლოგისტიკას დირექტორი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ბატონ ჯაფა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ გამოძებნეთ და შემოგვერდით. მადლობთ. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ ამ ფართო თემაზე, თუმცა იმდენად ფართო არის ეს კონტექსტი, რომ რთულია ერთი კონტექსტის ამ გადაცემაში მთლიანობაში გაშლა, ამიტომ მინდა რომ ეს გეოპოლიტიკური გადალაგების ფოკუსი დავავიწროვოთ და შუა დერეფანზე კონცენტრირდეთ. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ამ კრიზისი არის უკვე შუა დერეფნისთვის მეორე შანსი და როგორ შეხვდა საქართველოს ამ ახალ გეოპოლიტიკურ შოკს? პირველ რიგში ჩვენ უნდა ფართო სურათი დავინახოთ, რა ვითარებაა ევრაზიაში. ესე იგი, წითელი ზღვა, როგორც თქვენ ახსენეთ, პარალიზებულია, ჰორმუზის სრუტე დაბლოკილია. ჩრდილოეთზე დაწესებულია სანქციები და შესაბამისად ამ პირობებში, როცა მთელი რეგიონი მოიცვა რაღაც გარკვეულმა ქაოსმა, შუა დერეფანი წარმოადგენს ერთადერთ უსაფრთხო მარშრუტს, სადაც შეუძლია ტვირთმფლობელებს გაატარონ თავიანთი ტვირთები. მაგრამ ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობდით გარკვეულ ბარიერებზე, გარკვეულ არაეფექტურობებზე, რაც უნდა ერთი სიტყვით უნდა გასწორებულიყო ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ რეალურად დღემდე ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული განვითარება არ მომხდარა. ასევე გარკვეული პრობლემები იყო სარკინიგზო გადაზიდვისას, რეგიონული თანამშრომლობისას და აი როგორც ახსენეთ, როცა 2002 წელს რუსეთზე დაწესდა სანქციები და ტვირთის მაქსიმალური მოცულობა, რაც შუა დერეფანს შეეძლო გაეტარებინა 5 მილიონი ტონა წამოვიდა შუა დერეფნით, შემდგომ აღმოჩნდა, რომ დაიბლოკა სარკინიგზო სადგურები, ტვირთმფლობელები ვერ ახერხებდნენ ტვირთის დროულ გამოტანას, რატომღაც მათ დაარიცხეს შემდგომ მოცდენები მიუხედავად იმისა, რომ ტვირთის გამოტანა ვერ ხდებოდა რკინიგზის მიზეზით და შესაბამისად ამ ყველაფერმა 2002 წელს შექმნა უნდობლობა და მიუხედავად ჩრდილოეთზე დაწესებული სანქციებისა და მიუხედავად 2022 წელს კლებადი ტენდენციისა ჩრდილოეთის დერეფანში 2023 წელს ჩვენ ვიხილეთ, რომ აღნიშნული მოცულობები არა მარტო დაბრუნდა ჩრდილოეთის დერეფანში, არამედ პირიქით 23 წელს გარკვეული ზრდაც აშრენა ჩრდილოეთის დერეფანმა, რადგან ეფექტიანი ალტერნატიული მარშრუტები იმ პერიოდისთვის არ არსებობდა. გარკვეული სიუჟეტებიც გავიდა Deutsche Welle-ზე და სხვა საერთაშორისო მედია კომპანიების მიერ ასეთი სათაურით, რომ too big to fail, ანუ ის საკმაოდ დიდი მოცულობის დერეფანია, საკმაოდ დიდი მოცულობის ტვირთების გატარება შეუძლია და ამიტომ ამის წარუმატებლობა სანქციების მიუხედავად წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ გლობალურ მოთამაშეებს. ბატონ ჯაბა, შეიძლება ვთქვათ, რომ რაიმე ვისწავლეთ ამ წარსულის გაკვეთილებიდან, თუ იგივე ადგილზე ვართ და ფაქტობრივად ვაიგნორებთ ან ვერ ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომელიც წლების განმავლობაში არის ჩვენს დერეფანში. აი, ისევ ისტორიულად რო გადავხედოთ, როგორ ვითარდებოდა ქრონოლოგია შუა დერეფანთან დაკავშირებით. პირველად Belt and Road Initiative, აი გზისა და სარტყელის ინიციატივა ში ჯინპინის ჩინეთის ლიდერის მიერ დაანონსდა 2013 წელს ყაზახეთში. 2013 წლიდან აქტიური საუბარი წავიდა ამ სარტყელისა და გზისთვის აუცილებელი დერეფნების განვითარებაზე, შესაბამისი კვლევა განვითარების, ინფრასტრუქტურის და ასე შემდეგ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მოცულობითი და მასშტაბური რუსეთზე გამავალი დერეფანი იყო Deutsche Bahn-მა, გერმანულმა რკინიგზის ოპერატორმა რუსეთის RŽD-სთან ერთად ჩამოაყალიბა ერთობლივი საწარმოო ტრანსევრაზია ლოგისტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მართვას, აჯავშნას და ასე შემდეგ. შემდგომ საუბარი წავიდა უკვე აქტიური შუა დერეფანზე, ჩამოყალიბდა ტრანსკასპიური ასოციაცია, სადაც გაერთიანდა საქართველო, აზერბაიჯანი,
ყაზახეთი, თურქეთი და აქტიური საუბრები მიდიოდა ამ შუადერეფნის განვითარებაზე. აი ჩვენ მე პირადად საუბრობდი აღნიშნულ საკითხზე 2015-2017 წლიდან. იქ საუბარი გქონდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, იმიტომ რომ ჩვენი რეგიონი მოქმედებს OSCE კონვენციით, რაც 1951 წელს ჩამოყალიბდა მგონი და დღემდე სარკინიგზო სისტემები მოქმედებენ ამ ძველი მეთოდებით, ეგრეთ წოდებული ტელეგრამებით და იმ სისტემებით, რაც თანამედროვეობას ფაქტიურად ვერ პასუხობს. შესაბამისად, პრობლემები იყო ერთიანი ოპერატორის, ციფრული პლატფორმის და ასევე ტრეკინგის, ანუ რომ დაგჭირვებოდა ტვირთის მოძიება ცალკეულ მონაკვეთზე, ცალკეულად უნდა გვეძებნა, ვთქვათ, სად მდებარეობდა ტვირთი. აი ამაზე მიდიოდა საუბრები 2017-დან, მაგრამ იმ პერიოდში შუადერეფანი ითვლებოდა როგორც მეორე ხარისხოვან, უფრო ნელ, უფრო ძვირ, რადგან როცა საუბარია სხვა რკინიგზის კომბინაციაზე, ეს ჰიბრიდული მარშრუტია, როგორც მოგეხსენებათ, როგორც კასპიის ზღვაში გვიწევს გემებით გადაზიდვა, ასევე შავ ზღვაზე. თუ ტვირთით მთლიანად ხმელეთით არ მოძრაობს, ის გაცილებით ძვირი. ამიტომ 2022 წლამდე შუადერეფანზე მიდიოდა საუბრები როგორც ალტერნატივაზე, მაგრამ დღემდე ის რჩება უფრო ძვირ მარშრუტად, რადგან ზღვის კომპონენტი არის აღნიშნულ მარშრუტში და უფრო ნელ, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ზღვაზე გადაზიდვა ითვალისწინებს ცუდი ამინდის პირობებს, გემების მოცდენებს, ასევე შეზღუდულ მოცულობებს გემებზე და რა თქმა უნდა გაცილებით მეტი დრო ჭირდება. მაგრამ 2022 წელს ჩვენ ნახეთ, როცა რუსეთზე დაწესდა სანქციები, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ჩვენს დერეფანთან მიმართებაში, მაშინ სამწუხაროდ ისეთი მენეჯმენტი იყო, როგორც რკინიგზაზე, ასევე სხვადასხვა კომპონენტებში, რომელიც არ ითვალისწინებდა რაღაც სტრატეგიულ განვითარებას, არ არსებობდა სტრატეგიული განვითარების ხედვა და აი შუადერეფნის მონაწილეები შემოიფარგლებოდა, ვთქვათ, პორტის უფროსიდან რკინიგზით უფროსად. დღეს რა არის შეცვლილი? აი წარსულზე საუბარი და ხედავთ ის გამოწვევები, რომელიც წარსულში გქონდა და ეს აისახებოდა კიდევ ექსპერტებში. დღეს რა ხედავთ? დღეს მე რა ცვლილებას ვხედავ, ის არის, რომ თუ ადრე მხოლოდ რაღაც დაბალ დონეზე რაღაც ინფრასტრუქტურის ან კონკრეტული რაღაც ხელმძღვანელოები პირები საუბრობდნენ, დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, რაღაც პირველ პირებთან მიდის უშუალოდ საუბარი, მაგრამ რეალურად ესეც ამეთქი არის, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის იყო ადრე, მაგრამ ესეც საკმარისი არ არის იმისათვის, რადგან რეალურად ჩვენ საუბარი გვაქვს რეგიონულ თანამშრომლობაზე, რეგიონულ ერთობაზე და ეს რეგიონი მოიცავს მრავალ ქვეყანას, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ჩვენ უფრო მაღალი დონის თანამშრომლობა გვჭირდება, აი უფრო რაც შეიძლება პირველი პირები უნდა საუბრობდნენ ამ თემაზე, რეგიონულ თანამშრომლობაზე, განვითარების ხედვაზე, განვითარების სტრატეგიაზე, რადგან მრავალი რკინიგზის ხელმძღვანელი გამოიცვალა ამ ბოლო 10 წელში, მე რასაც ვუყურებ, ეს ადამიანები შემდგომ თანამდებობიდან მიდიოდნენ, მაგრამ მის შემდგომს არ ქონდა განვითარების სახელმძღვანელო, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა უმაღლეს დონეზე, პირველი პირების მიერ, მაგალითად პრემიერ-მინისტრების დონეზე ან რეზიდენტების ან ასე შემდეგ. მესმით. მთავარი შესათანხმებელი ფაქტორები რა არის? არის მაგალითად ტარიფი, არის თქვათ საპორტო ინფრასტრუქტურაში, თქვათ ინვესტიციების მეტი ინვესტიციების მიმართვა და დაჩქარება, თქვათ რკინიგზის ნაწილში, აი რა კომპონენტები გვაქვს მთავარი გამოწვევებად რომ გამოვყოთ? აი ამ ბოლო პერიოდში ხა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ეგრეთ წოდებული საზღვაო ფრიქცია დავარქვით, ანუ ის ბარიერები, რაც საზღვაო კომპონენტის გამო იზღუდება. ანუ უფრო მეტი რეგულარული გემთმიმოსვლა გვჭირდება, უფრო ხელმისაწვდომობა გვჭირდება ციფრულ პლატფორმებზე, რადგან დღემდე, როცა ჩვენ ტარიფის აღება გვინდა, გვიწევს პიროვნებებთან დაკავშირება. როდესაც პიროვნებასთან ხდება დაკავშირება, რა თქმა უნდა, ის ადამიანი შეიძლება მივლინებაში, ან შეიძლება რაღაც პირადი ინტერესებით მოქმედებს, ან შეიძლება ვიღაცის კომერციული ინტერესებით მოქმედებს და ეს საბოლოო ჯამში აზარალებს ინკლუზიურობას, აზარალებს საერთო ჩართულობას აღნიშნულ დერეფანში.
ჩვენ თანამედროვე ადამიანები ვართ და მე პირადად ყოველდღიურად ვიყენებ ცხოვრებაში ეს აპლიკაციებს, რაც მეხმარება ვთქვათ ავტომობილის დაჯავშნაში, სასტუმროს დაჯავშნაში, იგივე საკვების ყველაფერი აპლიკაციებით ხდება და ძალიან სწრაფად, მაგრამ რკინიგზა, ტელეფონი დღემდე არის რაღაც შეიძლება ითქვას ბურუსით მოცული, იმიტომ რომ კონკრეტულ ადამიანებთან ხდება საუბარი. შემდგომ ამ რკინიგზებმა დაარქვეს ეგრეთ წოდებული ვერტიკალური ინტეგრაცია, სადაც შექმნეს თავიანთი შვილობილი კომპანიები და როცა გადამზიდავი მიდიოდა, თქვა თავისი ტვირთით, თავისი კლიენტით, ხდებოდა ამ კომერციაში შესვლა და იმ კლიენტებთან შემდგომ დაკავშირება და რაღაც თითქოს ერთგვარი წართმევა ტვირთებისა და ბიზნესების. ამიტომ ჩვენ თუ ადამიანურ ფაქტორს გამოვრიცხავთ, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს ამის საშუალებას და ჩვენ ხედავთ, რომ როგორ აქტიურად ვიყენებთ და როგორი კომფორტულია იგივე სხვადასხვა სერვისების დაჯავშნისას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანალოგიური ჩვენ უნდა გქონდეს შუა დერეფანში, ანალოგიური ჩვენ უნდა გქონდეს სპორტებში. ეს ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ციფრული პლატფორმები, სადაც უფრო მეტი ჩართულობა იქნება, უფრო მეტი ღიაობა იქნება და არ იქნება ეს კომერციული პირადი ინტერესები რაღაც, რაც რეალურად საბოლოო ჯამში აზიანებს დერეფანს, აზიანებს ამ თლიანობაში განვითარებას და რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებ ნდობას იწვევს, როცა საუბარი მიდის დერეფნის განვითარებას. ბატონო ჯაბა, მინდა ვისაუბროთ ანაკლიასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ეს ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობა, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ამ დერეფანს და აძვირებს კიდევაც. როგორ ხედავთ ახლა თქვენ იმ ფონზე, როდესაც ჯერ მაინც არ ყავს 2 წლის თავზეც კი ტენდერიდან შერჩეული, თქვათ, ინვესტორი კომპანია, ტემპი სამშენებლო სამუშაოებს არც ისეთი სწრაფია. 2029-ისთვის რამდენად ელოდებით, რომ ესეთი პორტი გვექნება და მთავარი კითხვა მაინც ის არის, რომ ჩვენ მაინც ვარ დამოკიდებული რაღაცა ტიპის გეოპოლიტიკურ შოკებზე, როგორც ჩანს ეს დერეფანი, ყოველ შემთხვევაში ახლა ასე არის დამოკიდებული ამ შოკებზე, რომ აქ ტვირთი წარმოვიდეს. ხომ არ ვუშვებთ უკვე ხელიდან შესაძლებლობას 2029-ისთვის რამდენად თქვათ დაგვჭირდება კიდევ ესეთი პორტის არსებობა? ჩვენ შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ანაკლია საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. როგორც იცით, მშრალი ტვირთის მხრივ დღეს გვაქვს ჩვენ 2 პორტი. ბათუმის პორტი, რომელიც ქალაქის ცენტრშია, პირდაპირ ცენტრალური გზა გადის ფაქტიურად პორტის კედელთან და შესაბამისად ბათუმის პორტს მეტი განვითარების საშუალება არ აქვს. ბათუმის პორტს შეუძლია დაახლოებით 2 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი გადაამუშავოს და ფაქტიურად ყოველ წელს აი საოპერაციო პროცესების სრულყოფით რაღაც რაც შეუძლიათ, იმაზე მეც საკეთებენ ფაქტიურად და ამ 2 მილიონ ტონას პლუს მინუს ასრულებენ. ფოთის პორტიც ანალოგიურ მდგომარეობაშია. ფოთის პორტიც ქალაქში მდებარეობს, კი არის რაღაც განვითარების ხედვები, მაგრამ იმ მასშტაბის განვითარებას ფოთის პორტიც ვერ მოახერხებს, რომ შეძლოს მაგალითად ნაყარი აი პანამაქსის ტიპის გემების თვის ტვირთის დაგროვება, ოღონდ სხვადასხვა ნომენკლატურის. იქ არ არის მხოლოდ 1 ან 2 ან საკონტეინერო ტვირთზე საუბარი. ჩვენ შეიძლება მრავალი ნომენკლატურის ტვირთი მოვიზიდოთ, თუ გვექნება რეალურად სივრცე, სადაც შევძლებთ 80,000 ტონის პარტიების გემებისთვის, 60-80,000 ტონიანი პარტიების გემების მშრალი ნაყარი გენერალური ტვირთების მიღებას, დაგროვებას და ფაქტიურად ფოთის პორტს შეუძლია პლუს მინუს 8 მილიონი ტონის გადამუშავება და ისინიც თავისი ოპერაციული შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. აი რაც შეუძლიათ ამ გაზრდილ ნაკადებს იღებენ, მაგრამ მე ყოველდღიურად ვღებულობ ძალიან ბევრ მოთხოვნას და როცა ამ მოთხოვნას ვაგზავნი მაგალითად გოგირდის გადამუშავებაზე, ან აზოტის გადამუშავებაზე, ან რაღაც რკინის რაღაცა არმატურის ან სხვა გენერალური ტვირთების გადამუშავებაზე ასევე ფიზიკურად ადგილი არ არის რომ მივიღოთ და ამიტომ გვიწევს ჩვენ ძიება რაღაც თურქეთის პორტების, თურქეთიდან ან მანქანებით მიგვაქვს შემდგომ თურქეთში ან თურქეთიდან მოგვაქვს მანქანებით, რაც საბოლოო ჯამში აძვირებს ამ გადატვირთვას. ელოდებით თუ არა 2029-თვის რომ ეს პორტი დასრულდება? ანაკლია, მე ასე ვიტყოდი, რომ არის ჩვენი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ის აუცილებლად უნდა დასრულდეს. და ამისათვის ჩვენ არ უნდა ველოდეთ არც უცხოელ ინვესტორს და არც იმიტომ რომ
სოფლიო გეოპოლიტიკა დღევანდელმა სურათმა, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აი მთლიანად შეიზღუდა ეს მიწოდების ჯაჭვები ფაქტიურად პარალიზდა. სტამბულში თუ 28 თებერვალს საწვავი ღირდა პირობითად $800, ერთი თვის თავზე მაისში ნახეთ, რომ გაორმაგდა. აი წარმოიდგინეთ, რა დონის შოკი მიიღო ბაზარმა, როცა ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, პარალიზებული იყო წითელი ზღვა, რა თქმა უნდა, რუსეთზე სანქციები არის დაწესებული, ასევე შეიზღუდა რუსეთის ნავთობგადამამუშავება და ასევე შეიზღუდა საწვავების მიწოდება გლობალურ ბაზრებზე. შესაბამისად, ეს ანაკლი არის ჩვენთვის რაღაც თანამედროვე რენესანსი, თანამედროვე ოქროს საწმისი, რაც აი ყველაზე მაღალ პრიორიტეტში უნდა იყოს, არა მარტო ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონის. ამაში უნდა ჩაერთოს მთელი რეგიონი, მთელი ეს დერეფნის მონაწილე ქვეყნები, როგორც აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყველა და მათ შორის ჩინეთის, რადგან ჩინეთი დღეს არის მსოფლიო ლიდერი ექსპორტში, მსოფლიო ლიდერი ვაჭრობაში. ნებისმიერი წარმოება, რაც დღეს მიეწოდება ბაზრებს, იწარმოება ჩინეთში, თითქმის არ ვიცი, უმეტესობა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს შეთანხმება ბოლოს და ბოლოს მოხდება. ძალიან მწუხარ იმისთვის, რომ ჩვენი დრო ამოიწურა და უნდა დავასრულოთ თქვენთან საუბარი. ძალიან ბევრი კითხვა დამრჩა და იმედი მაქვს, რომ კიდევ გიხილავთ ჩემს სტუმრად. გემშვიდობებით, ჯავად ჰარიმანაშვილი, სატრანსპორტო კომპანია ტრანსლოგისტიკას დირექტორი იყო ჩვენი სტუმრად. საქმის კურსი ამით დასრულებულია, 17 საათს და 30 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დრო.